ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. ისევ საღამო მშვიდობისას გეუბნებათ ლუკა და ისევ შოუ ბიზნესურ სიახლეებს გაგაცნობთ ლაილაისთან ერთად. ეთერში ინფორმატორის 8 დეკემბრის გამოშვება. თავდაპირველად გავიგოთ რა ხდებოდა ჩვენთან. შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. როგორც იცით, სტუდია მაესტროში ბასტი ბუბუსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა საახალწლო პროგრამაზე. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ მზადების პროცესი ბასტი ბუბუს სტუდიიდან. ამჯერად კლიპის გადაღებები სპორტის სასახლესთან და ტოროლების სტუდიაში მიმდინარეობდა. რაკეთან ხარე ავიღოთ. აი, ეს არის ცენტრი. ეს არის ბასტი ბუბუს და მაესტროს ერთობლივი პროექტი, როგორც მე ვიცი, და იქნება გაკეთებული, ასე ვთქვათ, ნოსტალგიური მულტფილმების, იმ მულტფილმების, რომლებსაც დღესდღეობით ბავშვები პრინციპში აღარ ნახულობენ, აი სიმღერები იქნება ბავშვებთან ერთად და ჩვენ ვასახიერებთ რაღაცას გმირებს. ამოვედით და მე კადრში ვარ, აი ეს ბალონი, რა, აპრალებში აქეთ გამოდით ბავშვებო ცოტა. კიდევ სტოპ. აი ესე გავჩერთ, ეხლა ჩავებით ერთმანეთს. ჩვენ განვასახიერებთ, ესე იგი, პინოქიოს მულტფილმიდან სიმღერა იქნება და ასე ვთქვათ, ჩვენ ვგევართ, მე მგონი, აი ლისა ალისას და კოდ ბაზილიოს. დამამსგავს ეს, ასე ვთქვათ. აი, ზონა უფრო გავს და მე აბსოლუტურად არ ვგევარ, მაგრამ ვცდილობ, რომ რამენაირად დავემსგავსო. პროსტა გავლა არის? ესე დადექით სწორად, აქეთ შემოტრიალდით სახით, ბავშვები ჩამოიწიეთ, გაუსწორდით ერთმანეთს. ზონა გამოიწი შემე ეს. გაასწორეთ. ცენტრი დავაყენებთ. მოდი გავანაწილოთ რა რაღაცა გრინი მე ჩაცმა იმდრო რომ სამი აი აქამდე უნდა მოვიყვანოს კლუბ ნოანუაში ჯგუფ ლაიტმოტივის კონცერტი გაიმართა და იქ მისულმა საზოგადოებამ ნამდვილად დიდი სიამოვნება მიიღო. ნახოთ სიუჟეტი. რაკაციანი ბენდია ეს ჯგუფი, სადაც ჯგუფი შეიქმნა 97 წელს. მე რაღაცა პრობლემების გამო ის იყო დაშლილი. 2002 წელს ისევ აღსდგა ეს ჯგუფი, მაგრამ უკვე ახალი შემადგენლობით. დაემატა ჯგუფს ვოკალისტი, დაემატა პერკუსიონისტი.
ჯგუფმა დაიწყო უკვე ინტენსიური მუშაობა ახალ პროგრამაზე, რომელიც წარსდგავს 27 სექტემბერს. ესა ჯაზ როკის, პოპის, რეპის სინთეზი და ვინც იყო 27-ში ძალიან ბევრი ადამიანს უნდა მოსვლა ამ კონცერტზე, მაგრამ გახსოვთ ალბათ იმ ხელანშლაგი იყო, რომ ვერ შეძლო და ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ძალიან ახლო პერიოდში ისევ ჩაგვეთარებინა კლუბ ნანაში იგივე პროგრამა. კიდევ ერთი ახალი სახე გამოჩნდა ქართულ შოუ-ბიზნესში. ეს არის თათია კობალაძე, რომელიც უკვე კლიპს იღებს გიგა კუხიანიძის სიმღერაზე სიყვარულით გასავლელი გზა. კლიპის რეჟისორი ლევან ტორონჯაძეა. არის რაღაც ბავშვური სიმღერაა და კლიპსაც დაახლოებით ბავშვს უკეთებს, რაღაც სინთეზში რომ მოვიდეს ერთმანეთთან. პირველი კლიპია ეხა თათიასთვის და მე მგონი წარმატებული კლიპი ექნება. დაიწყე რა მუშაობა, მიშა. კიდე ქვევით პატა. ეს სიმღერა დამწერა გიგა კუხიანიძემ და ამდენად საყვარელი და კარგი სიმღერა იყო, რომ გადავწყვიტეთ კლიპი გადაგვეღო. ჩადი კრუპნიზე რა. დილას როგორ იღვიძებს ქუჩა, ნებისმიერი ჩვენთაგანის უბანი, თქვა ჩვენი ქუჩა, აი ესე ხდება განვითარებაც, იღვიძებს ქუჩა, იღება მაღაზიები, გამოდის ხალხი, იღვიძებს თათია და ესე მიმდინარეობს მთელი კლიპი. ლადა ბურდულის სახლში მორიგი ალტერნატიული მუსიკის საღამო მოეწყო, რომელშიც ჯგუფი მონოპლანი იღებდა მონაწილეობას. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.